რა თქმა უნდა, ყველა ერთნაირი არ არის, ღმერთმა დაგვიფაროს და ამიტომ ჯერ კიდევ სულ გმურობს ჩვენი ერი, რომ ჩვენში არის ეს პრინციპული ძლიერი რწმენა ქრისტესი და იდეალებისადმი. აი ეს ამან გადაგვარჩინა, ამან მოგვიყვანა დღემდე. მაგრამ ჩვენ იმასაც ხედავთ, რომ რაც დრო გადის, მიმდინარეობს დეგრადაცია ჩვენი საზოგადოების. მოვწყდით ნელ-ნელა ქრისტეს, კარგავთ ორიენტირ დაკარგული ადამიანის მართვა ძალიან მარტივი ხდება. ასე რომ ნუ ჩავიგდებთ თავს აი ამ მდგომარეობაში. ერთის მხრივ ვიყოთ ფრთხილად, ყურადღებით, ყველანაირი აზრის შემოთავაზების წინაშე და მეორე მხრივ ვიყოთ მტკიცე და პრინციპულად, რომ ნუ ვიფიქრებ, რომ ესეთი გონიერი ვარ, ვერავინ მომატყუებს. შეიძლება ვერ მოგატყუონ, მაგრამ აგერ ზეწოლა მოხდეს შენზე, ან რაღაც სარფიანი შემოთავაზება წარმოგიდგინონ და უცბად თითქოს შენ არ იყავი ზნეობაზე რომ ლაპარაკობდი და უცბად გაყიდოს სული. ეს არ დაგვემართოს.